პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. შემგარასალუდებით. თქვენგან ველოდებით რჩევებს. გავაშვილე, შვილი მივატოვე. ძალიან ძნელია მე დანაშაულის განცდა არ მქონდეს. მონანიების რესურსი ჭირდება. რატომ უადვილდება და უმარტივდებათ ბავშვებს მამის პატიება? რაღაცა რო შეგემთხვა, რას ამბობ? ვაიმე, დედა. დედა ზრუნავს თავის შვილებს. ყველგან ესეა ცოცხალ ორგანიზმში. მამები ზრუნავენ სოციალური როლიდან გამომდინარე. როგორ შეიძლება არ გახსოვდეს შვილის დაბადების დღე? იქ და ის ყველაფერი არასასურველი იყო ჩემთვის და ამას მახსენებ. არ უნდა უთხრათ. რატომ? არ უნდა იცოდეს სიმართლე? იმის გადმოსახედიდან შეგიხედია რას უკეთე. მაინც უთხრათ სიმართლე? გადით თქვენ უთხარით სიმართლე ყველას, რასაც ფიქრობთ მას და ცოცხალი თუ მიყოლთ სამში მანამდე. ოდესმე დასრულდება საქართველოში აი ეს დამოკიდებულება შვილების მიმართ? მამამაც უნდა იფიქრა, იმიტომ რომ მამის როლი მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში. თავზე დამეგრა ხუხულასავით მთელი 9 წლიანი ფიქრები. გამგვიდა ცოტა ჭორაობა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელი სტუმარი, ჩემი აზრით, თითოეული გაშულებული ბავშვისთვის და თითოეული ამყვანი მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ თავზე ეს ხუხულასავით დაგვამხობს იმ წარმოდგენებს, რომელიც რაღაცებზე გვაქვს. თუმცა სანამ მას წარვადგენთ, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენთვის სასურველი პოდკასტი, ინტერვიუ ან ვლოგი ჩაწეროთ, შეგიძლიათ, რომ პოდკასტ პოინტს იმართოთ. რაც შეეხება ჩვენ სპონსორს, ჩვენი სპონსორი გახავთ ირინით რეველი, რომელიც არის სახმელეთო საცალო და კომერციული ტვირთის გადამზიდი კომპანია. ირინით რეველის საშუალებით ამანათის გაგზავნა შეგიძლიათ ევროპის არაერთ ქვეყანაში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ბელგიაში და ასე შემდეგ. კომპანიას 40 ოფისი აქვს საქართველოს მასშტაბით, შოპინგის მოყვარულებისთვის კი დაამატეს ახალი პლატფორმა G-Line G, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სასურველი ნივთის გამოწერას საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და ჩინეთიდან ყველაზე ბიუჯეტურად. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ზურამ ხეიძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენ სტუმრობა ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ ყოფილიყავით ჩვენთან და ძალიან დიდი მადლობა ვიცი რომ დროის ამბავში ცოტა პრობლემები გაქვთ, იმიტომ რომ ყველა პოდკასტს, ყველა ტელევიზიას უნდა თქვენთან ცოტა პრობლემები მაქვს. დროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველას უნდა თქვენთან ინტერვიუ, ყველას უნდა თქვენი მოსმენა, თქვენი ხილვა და დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. მადლობა, მეც მოგესალმებით. მინდა რომ დავიწყო ესეთი კითხვით. თუ გქონიათ თქვენ შეხება გაშულებულ ბავშვებთან ბევრთან, საიდანაც ერთი საერთო პრობლემა წამოიჭრა. რამის საერთო ხაზი? თან ერთდროულად არ მქონია, მაგრამ ცალ-ცალკე ამ ადამიანებს ქონიათ ჩემთან ურთიერთობა და მაშინ საერთოდ ბავშვი მარტო გაშულებულზე არა, ნახეთ, არის ეგეთ სიტუაციები, დედა ემიგრაციაშია, იქიდან ფულს აგზავს მამა, ხო? ამას ბავშვები განიცდიან ყველა ვარიანტში. გაშვილებული ბავშვებიც განიცდიან, იმიტომ რომ თავს გრძნობენ მიტოვებულად. ნახეთ, ყველა ბავშვის ცხოვრებაში, ადამიანის ცხოვრებაში რაღაც სირთულეებია. და სირთულეები როა შენ გჭირდება ადამიანი, ვისაც დაეყრდნობი. ახლა თუ გავიხსენოთ, რაღაცა რო შეგემთხვა, რას ამბობ? ვაიმე, დედა. რატო დედა ხო და რატო არა მამა? ხო და იმიტომ დედა რომ ბავშვი, მოდი ესე ვთქვათ, როგორც ამბობენ, ყველაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად არის, როცა დედის მუცელში. რომ იბადება პირველი ვინც ზრუნავს, იხუტებს, მასზე არის დედა. დედა არის მისთვის სიმშვიდის და უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, მომენტი. და როცა მე მიჭირს, პირველი ვინც მახსენდება, დედა მახსენდება. ეს კი არა, დიდებს ახსენდება. მეც მახსენდებასო. ხო, აი უცებ ძალიან რომ გაუჭირდება, შეიძლება გაახსენდეს ეს დედა. ხო, ამიტომ ეს ბუნებრივია, რომ მასთან შესაბამისად ნახეთ აი მიტოვებულ ბავშვს, რომელსაც ეს განცდა აქვს, მაგ დროს ფიქრობს, რომ დედა რო იყოს, სხვანაირ ცხოვრება ექნება. დედა რო იყოს, გაუგებდა. ნაშვილები ვისაც ყავთ,
ეს ადამიანები შეიძლება აი ძალიან კარგად ექცევიან, აი პირიქით არის ხოლმე ხან ზედმეტად კი, სიტყვოთი და უმეტესობა ზედმეტად. ესე. მაგრამ ამას მაინც ეს კითხვები აწუხებს. პლუს სოციალური შედარება, ხო? ნახე იმას მამამისი, ნამდვილი მამა ყავს, ამას დედა ყავს. ნეტად ეჩემი როგორ. და მე კითხვა და ცნობის მოყარეობა. რატო გააკეთა ეს? ნეტა როგორია? აი ეს არის საერთო ასე ვთქვათ ხაზი, რასაც მე შევხედე რომ ის რომ სულ არ უნახია ბიოლოგიურია თუ რაღაც არის, რომ აი რა თქინდა რომ ნახო. აი უბრალოდ მინდა რომ დავინახო. შეიძლება არც მივიდე. იცი რა გითხრათ რომ ესეც გასაკვირია არა ცნობის მოყარეობა. გენდომება რომ ნახო. და განსაკუთრებით რთულ მომენტებში და რაღაცა მომენტებში შენ შეიძლება აბრალებ ის რომ ყოფილიყო არაფერი შენთან უკეთესი არ ყოფილიყო, მაგრამ შენ წარმოდგენებში ესეა. ის რომ ყოფილიყო, შეიძლება შენ კიდევ უფრო უკეთესად ყოფილიყო. ეს განცდები აქვთ საერთო. რა ხდება, როდესაც უკვე პოულობენ დედას და აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დგებიან? იცი რა, მოდი ესე ვილაპარაკოთ თეორიულად თუ ვიმსჯელებ, იმიტომ რომ ნაშვილები და გაშვილებულებთან მე ურთიერთობა მქონია. სხვადასხვა ძალიან საინტერესო რაღაცას დავაკვირდი. ეს გაშვილებული ადამიანები, ბავშვები, ემსგავსებიან იმ მშობლებს. მე მაგალითად ერთი ახლა გამახსენდა ორი, აი რო გაჩვენო, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ რომ გაშვილებულია რა. მან ერთი რა სახით ემსგავსება. რატო ხდება? ზალზედაც ამბობენ პატრონს ემსგავსებაო და ახლა ბავშვი რო დაიბადება ესა. კითხვა როგორ ხდება? როდესაც პოულობენ ბიოლოგიურ დედას. ხო, ამიტომ არ ვიცი ეს რა ხდება და როგორ ხდება, გააჩნია მათ შორის რა ურთიერთობებია და რა დამოკიდებულებით და რა მიზნით პოულობ. შეიძლება ჩემი მაგალითი რომ გითხრათ, არა მარტო ჩემი, არამედ ძალიან ბევრი გაშვილებული ბავშვის, რომელიც ოფიციალურად დედის ნებართვით არის გაშვილებული, დგება მძიმე რეალობის წინაშე. ზოგადად გაშვილებული ბავშვი და ერთხელ უარყოფილი ბავშვი მეორედაც უარყოფილია. არ იღებენ ბიოლოგიური დედები, ზოგი არსებული ოჯახის გამო, რომ არ უნდა რომ ოჯახმა გაიგოს მისი ასე ვთქვათ შეცდომა, ზოგი იმის გამო, რომ სახელი არ გაუტყდეს, ასე ვთქვათ და ბავშვებს ეუბნებიან, რომ საერთოდ არ დაიდო კონტაქტთან. იმის მაგათ რომ ცივილურად მოგვადრე რომ გაესაუბრონ რომ იცი რა შეგო ესე მოხდა, ეს არის მამაშინ, მე ამიტომ გადავდგე ეს ნაბიჯი, იმიტომ გაგაშვილე და მოდი დღეს დავიშალოთ, ამდენი წელი გვიცხოვრე ერთმანეთს გარეშე, ესე გავაგრძელოთ. ესე არ ხდება სამწუხაროდ. ხდება ისე რომ დედები ხდებიან ძალიან აგრესიულები. შედიან კონფლიქტში და კატეგორიულად თხოვენ შვილებს რომ არ გამოჩნდნენ მათ ცხოვრებაში. კიდევ ამბობ თეორიულ დონეზე. და არა პრაქტიკულ დონეზე, იმიტომ რომ ახლა არც მიკვლევია და არც ეგ შემთხვევები ნაპოვნის მერე რა ხდება, არ მოხდა, მაგრამ უბრალოდ რა არის გავაშვილე, შვილი მივატოვე. ძალიან ძნელია მე დანაშაულის განცდა არ მქონდეს. დანაშაული, ვალდებულების განცდა არ მქონდეს. ხო და თქვენ გიხარიათ იმ ადამიანის დანახვა, ვისი ვალიც გააქვთ? არა. გიხარიათ ყოველ დღე ვიღაცამ შეგახსენოთ რომ დამნაშავე ხართ? არა. ამიტომ ნახე მექანიკური მოშორება, რაც უფრო ვერ გხედავ და შორს ხარ, მე ამაზე დაფიქრება არ მიჭირს, ხო? თქვენს მუდმივად მატრამირებელი რაღაცების გახსენება არ უნდა. ამიტომ არ მინდა რა იყო ჩემ ცხოვრებაში. იმიტომ რომ შენ როგორც კი გაჩნდები ჩემ ცხოვრებაში, მე უნდა თავი ვიგზნო დამნაშავედ, საშინელ დედად, ცუდ ადამიანად, აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ეს ფორმულა უნდა მუშაობდეს ჩემი აზრით. რამდენად მოქმედებს გაშვილებული ბავშვის შემდგომ უკვე თვით შეფასებაზე აი ეს ქვეცნობიერი, რომელშიც არის დარეკილი, რომ ოდესღაც იყო არასასურველი. ხო, აი კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გაშვილებულებას რა. თვით შეფასებაზე რამდენად მოქმედებს, ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ესეთი კვლევაც მაშინ უნდა ნახოთ სხვებთან რა ხდება, ვინც გაშვილებული არ არის, მაგრამ აი ნახეთ უკუღმაც ყოფილა, ნახე რას მეუბნა, მე მინდა ძალიან მაგარი გავხდე, ვისწავლო, ძალიან მაგარი, აი იმის ჯინაზე, და ჩემის ჯინაზე თუ მამა ჩემს თუ ვისაც მეთქვა და მე აი ეს მაგარი რო გავხდები, მე მინდა
თუ არ ვნახო, იმან გაიგოს. მე რა დაკარგა. ხო, აი ნახე, მოტივატორიც ხდება. მართალია უარყოფით ეკითხეთ, მაგრამ მოტივატორი ეს ბავშვებისგან მოვისმენ. და ეს ამ აი ორ განსხვავებულ ფაქტორს რა განსაზღვრავს? რატომ არის ერთი ესეთი რომ პირიქით мотиваცია აქვს რომ იმას დაანახოს და მეორე პირიქით რაღაცნაირად როგორ ჩვეულებრივად გაშულებულები რო ვიყოთ, არის ადამიანი ერთ რომელსაც მეტი мотиваცია აქვს და მეტი სწრაფვა აქვს და მეორე არის, ანუ ეგ როგორც ფაქტორი არ ვიცი, რამდენად მუშაობს, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ადამიანებშიც ეგ სხვაობა. ისედაც ბავშვებზე მეუბნებიან, ძალიან ბევრი მეუბნება, რომ ჩემს შვილს мотиваცია არ აქვს, რა მიანება ყველაფერს თავის ზიღ სახში. არ იცის რა გააკეთოს. ეს იმდენ ეს არ ვლაპარაკობ გაშვილებულ ჩვეულებრივ სიტუაციას, ხო? როგორც სხვა პიროვნული ფაქტორები განსაზღვრავს, ასე ვთქვათ, ისე მანდაც შეიძლება ესეთი განსხვავება. ჩვენ ვეძებთ რომ ეს რა ფაქტორია მაინც და მე გამიჭირდება გითხრათ რომ ეს თვით შეფასებაზე აი ხო გითხარით ის საკმაოდ ძლიერი мотиваტორი იყო იმისთვის რომ რატო უნდა მაგრა გახდეს ცხოვრებაში იმიტომ რომ დაამტკიცოს რომ მისთვის ღირებული ადამიანია დაკარგული არა მარტო შვილი აი რა დაკარგა ესეც ხომ ინახია და გამი ხო ну შემიძლია ასეთი პარალელი ჩემთან გავავლო მაგრამ ნახეთ კი მას აი დაანახა რომ შენ ეს დაკარგე მე რა აი მე რა ხდება იმის ცხოვრებაში ხო მაინც არაფერი არ იცვლება ანუ აი ცხოვრებაში ბიოლოგიური მშობლის იმისთვის აქვს მნიშვნელობა რა დაკარგა განიცდის ну ეხლა უყურე აი მაგ ხალხთან ნამდვილად არ ქონია ურთიერთობა იმათთან ვინც დაკარგეს და სავარაუდოდ არც ენდომებად ასე ვთქვათ საუბარზე წამოსვლა არ ვიცი განიცდის თუ არა როგორ გითხრათ ზოგიერთი ადამიანი არაფერს არ განიცდის ну რას გულისხმობ ელემენტარულად აი ხლა თანამედროვე რაღაცას რო შეხედავთ ხო მე თვითონ არა მაქვს რამხელა აგრესია ადამიანებში ემპათიის გზნობა დაბალია რაღაცის გზნობა და რა ვიცი რაღაცა იმაზე ვინ რას განიცდის და ვის რა დამოკიდებულება აქვს ეს მის პიროვნულ ღირებულებებზეა დამოკიდებული ასე რომ რას შვება ის რომ განიცდიდეს მაშინ მოძებნის კონტაქტს რომ უნდოდეს მოძებნის ხო რადგანაც უარი თქვა ამაზე უარი მაგაზე კი არა შვილის მოშორება რო იციან აბორტს გულისხმობ არ არსებობს ხალი ვისაც გაკეთებული აქვს რომ პერიოდულად არ გაახსენდეს 20 წლის წინ 10 წელი. მე მეკითხები დაახლოებით რა აზრებია. ნეტა რო გამეჩინა როგორი იქნებოდა. ან გადათვლის ახლა რამხელა იქნებოდა. ნახე თითქოს თავისნებით თითქოს 20 წლის წინ თუ 10 წლის წინ, მაგრამ ეს აზრი მოდის ხოლმე თავში. ანუ თლად მივიწყებული არა. შეგვიძლია რომ იგივე ვთქვათ გაშულებულ ბავშვზეც დედის მხრიდან ხო და აი შეიძლება რომ ესე იყოს როგორ გითხრათ აბა მე რო გითხრათ უნდა ან მათთან მე გეტყვით რამდენიმე მაგალითს მე მაქვს შეხება დედებთან რომლებსაც გაშულებული ყავთ ბავშვები და რამდენიმე მითხარ რომ საერთოდ არ მახსოვსო წელი როდის ვიმშობიარე არ მახსოვს თვე როდის ვიმშობიარე და როგორც კი ბავშვი გადავეცი იმ წამსვე გადავშალეს ფურცელი და არც მიფიქრია მას აი მეტყველებს იმაზე რომ თავში გითხარით სწორი იმიტომ რომ ეს არის მატრამვირებელი და მატრამვირებელი ეს მე გახსენებ დაბადების დღეს დავივიწყე ყველაფერი დავიწყე ანუ ამოგდებული აქვს თლიანად სურათი იმიტომ რომ მაშინ თავს ცუდად იგრძნობს და ის რომ ცუდად არ უნდა იგრძნოს თავი ეგეც თლად არაბუნებრივი არა ძალიან ხშირად კომენტარებში წერენ ხოლმე რომ აი როგორ შეიძლება არ გახსოვდეს შვილის დაბადების დღე როგორ შეიძლება არ გახსოვდეს წელი და თუ შესაძლებელია აი ოდნავ უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ ამაზე რომ რატომ ივიწყებენ ადამიანები აი ამ მძიმე დღეს ან შეიძლება არ ყავს გაშვილებული თქვა და აი სამშობლოში გარდაეცვალა ბავშვი და არ ახსოვს იმიტომ რომ ეს მისთვის იმდენად მძიმე იყო რომ ურჩევნია რომ ხო და ტრამბული ანუ რომ ნამდვილად ხდება ეს მოყურეთ რო წარმოვიდგინოთ ხო დისონანსური არის ის რასაც ღელვა შემოაქვთ თქვენ ცნობიერებაში დისონანსი რომ მოაგვაროთ თქვენ გჭირდებათ თქვენი თავში კონტრშინაარსი ნახებს ეკა თუ კონტრშინაარსი ვერ მონახეთ და დისონანსი დარჩა დიდხანს იცით რა ხდება მე თვითმკვლელობა იმიტომ რომ იმდენად შემაწუხებელია განცდა რომელსაც შენ ვერ აგვარებ შენი შინაარსით რომ ერთადერთი გამოსავალი გაქვს რომ თავი მაგ ხოლმე თვითმკვლელობა ამას რას ნიშნავს კონტრშინაარსი ხო
აი სიტყვაზე ვიღაცა, რა ვიცი რა მოგონ ვიღაცას სახლი დაეწყო. ერთმა შეიძლება თქოს დამეწო, ამაზე უკეთეს გავაკეთე. კონტრშინაარს. მეორე შეიძლება იზახოს რომ ეხლა რამე შველება დავრჩი იმაზე. ნახე, აი ეს ვერ აკეთებს, ვერ აფორმირებს იმ შინაარს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს შინაარს, რომელმაც დისბალანსი შემოიტა. ამიტომ ის რაც ჩემთვის ახლა ბავშვი გავაშვილე და დისონანსურია, იმიტომ რომ დანაშაულის განცდა მაქვს და ცუდად უნდა ვიგრძნო წესით თავი, მირჩევნია დავივიწყო, თემა დავხურო. ჩვეულებრივ არ გინახიათ ადამიანს რაღაცას რო უხსნი და ელაპარაკები, განსაკუთრებით აი ქუჩაში რო ყურებზე ხელს რო იფერებს და ყვირის არ უნდა მოსმენ. და რატო არ უნდა მოსმენ? იმიტომ რომ დრო დაიწყოს მოსმენა, თქვენ გავლენას იქონიებთ მას. მას არ უნდა ეგ გავლენა. იცის რომ დამარცხდება. იცის რომ არგუმენტები თქვენ მხარეზე. ამიტომ ხე არ გისმენ. და როგორც კი მოსმენას ვიწყებ, თქვენ საშუალება გაქვთ ჩემზე გავლენა მოახდენ. შესაბამისად, იგივე მექანიზმია ეკაც. დავივიწყე, იმიტომ რომ მე რო ეს თემა შემოვიტან, ეს დამინგრევს იმ ჩემ ცხოვრებასაც რაც მაქვს და საკუთარ იმას ერთი ვარიანტი კი არა, ერთ-ერთი მექანიზმი არის ეგ. თუმცა არის მეორე მექანიზმიც, ხო? მოდი ჩვენ რასაც ვამბობ მონანიებაზე, აღიარებაზე, განწმენდაზე, მაშინ ნახე რელიგიასთან ახლოს მიდიხარ უკვე რა, რომ ეს ცოდვა გაქვს და რაღაცა ჩაიდნენ და მე გამოსყიდვაზე ფიქრობ. ანუ შენ გინდა თეორიულად ეგეთი ვარიანტიც რომ აი მეტი გაუკეთო, რაც მოვაკელი ის გავაკეთო, მაგრამ დანაშაულის განცდა მაინც უკექნებ. ხო, მაგრამ ნახეთ, ეკლესიაში წასვლა და მონანიება არ ნიშნავს იმას, რომ შვილებთან, მგონია რომ ჩემი ისტორიას ვიღებით და ჩემი ბიოლოგიური მშობლის, იმიტომ რომ რაღაც ესე აეწყო ამ დროს ხო არ ხავთ ხა ესე დეტალურად საქმის გულში. ჩემი ბიოლოგიური მშობელი როდესაც ვიპოვე, ის იყო ძალიან ეკლესიური და ინანიებდა, ასე ვთქვათ, ჩემ გაშვილებას. თუმცა მას არასდროს არ ქონდა ნათქვამი მოძღვართან ჩემ შესახებ. არავისთან არ ქონდა ნათქვამი და ამ რელიგიურობის და მიუხედავად ის მარტო თავის თავში ინანიებდა და არა ჩემთან და არა მოძღვართან, ანუ მას ხო, ანუ ეს მონანიებაა. იცი რა, ღმერთთან ურთიერთობა პირდაპირ შეიძლება და არა შუამავლის გარეშე, ხო? კი, მაგრამ თუ ინანიებ, მაშინ ეს ხო პრაქტიკაში უნდა განახორციელო. და არა მარტო ბუნებაში, რომ აი ღმერთმა პატია. წავიდა ჩაიკეტა მონასტერში და ლოცულობს. პრაქტიკაში როგორ განახორციელებს? რას განახორციელებს? მე როდესაც ვიპოვე და მივედი მის სანახავად, ის იყო ძალიან აგრესიული ჩემს მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას არ ყავს არც ოჯახი, არც ქმარი, არც შვილები, არ უნდა საერთოდ ჩემთან ურთიერთობა, ჩემთან კონტაქტი, არც ახსოვდა მე როდის ვიყავი დაბადებული. იმდენად ეს დაივიწყა ეს ყველაფერი. მე არ ვიცი ეს ისტორია, მაგრამ და მამასთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. და საიდან მამა როგორ გაიპოვეთ? ბევრი თხოვნის შედეგად. კი. და მამასთან რა ურთიერთობა? არ აქვს ურთიერთობა. ისინი არ ყოფილან ცოლ-ქმარი, მამა ჩემს. ანუ სული დავიწყება, და ანუ მამაც მისთვის ტრამვული. ანუ შვილის, ასე ვთქვათ, მამაც ისის ტრამვული. შესაძლოა თლიანად ერთ სურათში ხართ თქვენ. ეგ დაახლოებით როგორ გითხრა, ესეთი რაღაცები ამართებათ, მაგალითად გაუპატიურების შედეგად დაქრხცევა. არის არ ყოფილა. არა, მაგიტო არ მომყავს, იმიტომ რომ იქ და ის ყველაფერი არასასურველი იყო ჩემთვის და ამას მახსენებს, ხო? ჩვენ ხო არ გვიყვარს გასაგებია რომ ყველაფერი რაც მე მაგიზიანებს იმის მოცილება მინდა. და რატომ მაგიზიანებს ეგ კიდე ცალკე საკითხია, ხო? მაგიზიანებს იმიტომ რომ მაშინ რაღაცებს უნდა დავფიქრდე და მე ამას რესურსი ჭირდება. სხვადასხვა მონანიებას რესურსი ჭირდება. შინაგანი ფსიქოლოგიური რესურსი ჭირდება. აღიარებას ფსიქოლოგიური რესურსი ჭირდება. რა თქმა უნდა. ხო, ყველას არ შეუულია, ხო? ის არ შეუულია თქვენ არ ვიციო და აგერ მაშინ რო ვკითხულობ, ყველაფრის ექსპერტია ჩვენთან, ხო? ხო, შეიძლება ცოტა ხანი გაჩვენდე და თქვენ ეს ადამიანი შეიძლება მეტი იცის კაცო. ხო და ასე რომ მაგას კიდე ძალა ჭირდება მაგამდე და ხო ვინ რა პიროვნება და როგორი პიროვნება რადგან მამაზე ჩამოვარდა საუბარი, ეს კითხვა მე დავსვა, რატომ დგება მორალურად დედის პასუხისმგებლობა და არა მამის და რატომ უადვილდებათ და უმარტივდებათ ბავშვებს მამის პატიება
ბევრად უფრო მეტად ვიდრე დედის. მამის ისევ და ისევ არ იმის მგონია რომ უადვილდებათ, იმიტომ რომ ეგეთი შემთხვევებიც ბევრია. საქმე რაშია? მოდი ავიღოთ ცოცხალი ორგანიზმია, ხო, ადამიანმა მოიგონა რომ რეიტინგში პირველია. საერთოდ დააკვირდით, ბუნებას რეიტინგი არ აქვს. აქ ჰარმონიული შესაბამისობა. ბუნებისთვის თქვენ არა ხართ ძალიან განვითარებული. ეს ჩვენ ვუწოდებთ, რომ განვითარდეთ. თუნდაც იქიდან ჯანს, რომ განვითარებულები რო არა ვართ, რომ ომებია. და ერთმანეთს ხოცავთ. და ის რომ მობილური მოიფიქრე, ეს ანიშნავს, რომ შენ პიროვნულ განვითარებაზე რაღაც დონეზე მეხვედი, როცა ამ სისულელებს აკეთებ, დანარჩენს რასაც აკეთებ, ხო? ხო და რატომ ჩვეულებრივ ის არის, ნახეთ, დედა ზრუნავს თავის შვილებს. ყველგან ესეა ცოცხალ ორგანიზმში. ანუ ძუძუმწოვრებში ყოველ შემთხვევაში ფაქტია, ხო? გელი, რა ვიცი, ძაღლი, კატა როგორ ზრუნავს ინსტინქტების დონეზე. მამები ძალიან ზრუნავენ დღეს, ეხლა უკვე ძალიან ხო და ზუსტად მაგას ვამბობ. მამები ზრუნავენ სოციალური როლიდან გამომდინარე და დედები ინსტინქტურიდან. ეს ცოტა განსხვავებული სოციალური როლია ახლა. მამები ზრუნავენ თუ ცხოველთა სამყაროს შეხვდათ ტერიტორიაზე, თავის ტერიტორია შეემპარგულა, თავისი რაღაცები თავისია, მოკლედ და ესეთი რაღაცაა, ხო? ლომი. მე მაგათად პირველ დრო გავიგე რომ ნადირობენ თურმე დედალი ლომები და ეს მამალი ლომები უსაქმურად ცხედან და ამათ აჭმევენ ეს დედალი. თან გამიყვე. ხო, ნუ რო წავიკითხე და მამალ ლომს რა ევალება, სხვა ლომები არ შემოუშვას, ტერიტორია დაიცვას და ეს თავისი ცოლია თუ რა ქვია, ეს დაიცვას. დანარჩენზე ის არის, ხო? მეც გამეგვირდა, რა ვკითხულობდი. ხო და აქედან გამომდინარე დედის მიმართ როგორც პირველი უსაფრთხოების, პირველი კონტაქტის დედა აძლევს საკვებს, დედა აძლევს სითბოს. სრული უსუსური როა, სრული უსუსური მაშინა მის გვერდზე დედა. და მამას იცნობს მერე. ჯერთი შვილი ბავშვიც რო ავიღოთ, ხო? დედა გაიხლა, გაიგო ვიღაცა ხარ, აჭმევ, ასმევ, ზრუნავ, ხედავს. ეხლა მოვიდა ვიღაცა რა ვიცი, წერებიანი ტიპი, ხო, ხედავს, არ იცის ვინა. ამიტომ მამის როლი ბავშვებთან მიმართებაში არის ხოლმე დამსახურებული. უფრო. დამსახურებული რას ნიშნავს? შენ არ არის საკმარისი რომ გააჩინე. შენ კიდე მოდი ესე ვთქვათ, კაი ტიპი უნდა იყო და კაი მამა უნდა იყო. იმიტომ რომ დიდებში მე არ ვლაპარაკობ გაშვილებულებზე, ვთქვათ რომ მამაჩემი არ მომწონს. ან პირიქით, გიждდება მამის. ანუ მამამ უნდა დაიმსახუროს სიყვარული და დედამ არ უნდა დაკარგოს. დედა უპირობოდ უყვართ? უპირობობა, იმიტომ რომ გითხარი ესენია და დედას აქ ვარიანტი რომ დაკარგოს ეს სიყვარული და მამას დაკარგვა არა, მამამ პირიქით უნდა აკრიფოს ეს. რა შემთხვევაში ხდება დედის მხრიდან დაკარგვა ამ სიყვარულის? დამოკიდებულებაში, აი მასეთში, მიტოვებაში, გადაგდება რა ვიცი, კანიბალი დედა თუა, რაღაც ისეთი როა, ამ შემთხვევაში ხდება. დედას უპირატესობა, მოდი ვთქვათ, სიყვარულში, მამასთან გაცილებით მეტი აქვს, იმიტომ რომ აპრიორში წინ ხარ ძალიან და ძალიან უნდა მოინდომო, რომ ასე ვთქვათ, ეს გაქვითო ამ რაღაცაზე, რა. გაშვილებული ბავშვები თქვენ როდესაც თქვით რომ გარეგნულად ემსგავსებიან მშობლებსო, თუნდაც ხასიათით, ქცევით, ქმედებით, გენეტიკურად ბიოლოგიურ მშობლებს ემსგავსებიან თუ ამყვარ მშობლებს და იმეორებენ თუ არა, რამდენად არის ის სიმართლე რომ იმეორებენ შვილები მშობლების სპეცს? საერთოდ დააკვირდით როგორ ხდება, დაუშვათ. თუ მე მყავს ეს შვილი, ნაშვილები და დამემსგავსა მე, ხო, მიხარია. თუ რაღაც ცუდი აქვს, რას ვამბობ? გენეტიკა. ანუ მან გამოსავალ რაც კარგი აქვს. მე მინახია რომ კარგი რო აქვს, მაშინ თქვა რომ ის არა ქვია. კარგი არა, ცუდი რო აქვს, რო თქვა რომ აი მე დამესხეს იტყვალე. მე მგონი გადაბრალების ამბავია. რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი რაღაცა როლს ასრულებს, მაგრამ იცი რა არის, ადამიანის ქცევები, თვითშეფასება და რაღაცა ყალიბდება, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთ თეორიას ვამბობ არა. ესა სოციალური როლებისგან. მაგას სოციუმში შევდივარ და რაღაცა როლები არსებობს. და იმ როლს მე რამდენად კარგად ვთამაშობ, იმდენად მაქვს მე თვითშეფასება მაღალი ან დაბალი. შეიძლება იყო კარგი მენეჯერი, მაგალითად, მაგრამ იყო ცუდი დედა. ანუ გამოგდის ის როლი კარგად, ეს როლი კარგად, იმიტომ რომ დედასაც თავის როლები აქვს, ისე როგორც მამას როლები აქვს.
ხო და აი სოციალური როლების შესრულება მჭირდება. მე რა გენეტიკური საფუძველიც არ უნდა მქონდეს იმაში, რომ მე სოციუმში ვიარსებო, სადღაც დავიბადე, მუშაობ. თუ რაღაც მე მჭირდება სოციალური როლების შესრულება, ისე რა პირობებიც იქ არის, რომ მე თავი ვიგრძნო, ვართმევ თუ არა ამას თავს. ცუდი ქცევა რა არის, რომელიც ამოვარდნილია რაღაცემ. ასე რომ და როლების კოპირება ხდება. ხო, კოპირება რა, მაგალითად, თუ თქვენ დაკვირვებული იქნებით, მე მინახია, სადაც კომპანიის უფროსი და მისი მოადგილე ერთ ტონალობაში ლაპარაკობენ ერთნაირი მანერები აქვთ. მოადგილე ცდილობს, რომ ძალით არა. გვეცნობიერად? ხო, ავტორიტეტი, აი თუ თქვენ ვიღაცა შეატყეთ, რომ თქვენი მანერები გადაედო, ან თქვენ გადაგედოთ, ის ადამიანზე ან შეყვარებული ხართ, ან თქვენთვის ავტორიტეტია. ხალხი ცვლის სიარულის მანერას, როცა ავტორიტეტი ძალიან დიდია. ბავშვები მით უმეტეს. უყურებენ ვინ იყოს მათთვის ავტორიტეტი. თუ ადამიანი წარმოადგენს ავტორიტეტს, ის იწყებს მიმსგავსებას. ღირებულ რაც არ უნდა ის დასრულს, ხო? რაც არ უნდა ეგონოს, რომ დედაჩემს არ გვევარ, ან მამაჩემს არ გვევარ, რაღაცა ასაკში წამოგწდება ფრაზა და გაგახსენდება, რომ ამას ზუსტად დედა შენი გეუბნება. თან შეიძლება იცი ისეთი რაღაცა თქვა, რაც გაღიზიანებდა იქით ამ ხრიდან და ეხლა ზუსტად იმას იძახი. ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც მამაშენ და გეგონა რომ მაგარი განსხვავებული. ამიტომ ეს არის, ნახე, დასწავლა ხდება არა შეგონებით, არამედ ქცევითი მოდელებით, განსაკუთრებით ბავშვისთვის. აი თუ მინდა რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს მაგალითად, არ არის საკმარისი, მე ვუთხრა რომ ისწავლოს კი არა, თქვა წიგნები წაიკითხოს, ხო? ის უნდა ხედავდეს რომ მე ვკითხო. უნდა ხედავდეს. ასე რომ დამსგავსება, აი ასე, ბავშვი და ის კი არა მამა, ცოლ-ქმრები ემსგავსება ერთმანეთს. ერთხელ ვიყავით ეგეთ სიტუაციაში, ორგანიზაცია აქეთ ქმრები იყვნენ, იქით ცოლები. თუ მიხვდით რომლის მე და ჩემეულა, მივედით, ცოლებს არ ვიცნობთ, ქმრებს ვიცნობ. ხო და ვინ ვისი ცოლი იქნებოდა? აი, ხო შეუძლებელია, მაგრამ ყველა გამოვიცემ. გარეგნობით თუ ქცევებით, მანერებით. აი, რო უყურებ, ამბობ, რომ ეს წესით უნდა იყოს ამის ცოლი და ეს ამას ცოლი, ხო? ესე იგი, რაღაცას პოულობ რას? საერთოს. ან შესაბამის საერთოს. ხო და თვითონ საინტერესო ფაქტორია, ხო? საიდან აკეთებ ამ დასკვნას. რაც შეეხება სოციუმის დამოკიდებულებას. რატომღაც როგორც კი გაშვილებული ბავშვი იგებს რომ არის ნაშვილები და იწყებს ბიოლოგიური ოჯახის ძიებას, ახლობლებისგან, განაცვლებისგან არის ეს წნეხი რომ შენ ხარ უმადური. იმიტომ რომ შენ პატივს არცემ შენ მშობლებს, იმ მშობლებმა შენ ამდენი რამე ჩადეს და შენ იწყებ შენი ბიოლოგიური ოჯახის ძიებას. როგორ უნდა გავაგებინოთ ამ ხალხს რომ ეს უმადურობა არაფერ შუაშია რომ რეალურად ვეძებთ, იმიტომ რომ ვიცოდეთ ჩვენი გვარი და რატომ არის მათი მხრიდან ჩვენს მიმართ ეს დამოკიდებულება. ამბავია, ეგეც იცით რა. ჩვენ უშვილობის კონტექსტში ვეხილავთ, მაგრამ ეგ ხო ეჭვიანობის ამბავი. მარტო ეჭვიანობის გამო? თქვენ რო ყავდით ახლა მე ხართ მეუღლესთან და თქვენ თქვათ რომ გაიგეთ რომ ვიღაცას უყვარდით ადრე და იმ ბიჭის გაცნობა გინდათ. აი ეგრო თქვათ. არ ეჭვენებს? კი. და რატო თქვენ ხომ მარტო გაცნობა გინდათ? არა, მე ჩემს შვილს ვიეჭვენებდი, აყვანილი რომ მყავდეს, რომ დაიწყოს ბიოლოგია. ხო და ნუ რა ვქნა მეც ვიეჭვენებ. იმიტომ რომ ისა რა ქვია, მე ამდენი გავაკეთე და ეს რაღაცით უკმაყოფილო და კიდე ვიღაცის ნახვა. შეიძლება ეს არის, მაგრამ მაინც ვერ განვაზოგადებ ეს გააჩნია ის მშობელი, ვინც აიყვანა, როგორ უყურებს საკითხს. მე ზოგადად უფრო მაინც საზოგადოების დამოკიდებულებას ვამბობ, იმიტომ რომ აი როგორც კი ვიღაცა იტყვის, რომ აი ვეძებ ბიოლოგიურ ოჯახს, იქ იწერება საშინელი კომენტარები, რომ შენ ხარ უმადური, რომ რას ეძებ, ვინც მიგაგდო იმას, რად გინდა, რაში გჭირდება. აი ეს დამოკიდებულება მაინც არის. რაღაც ეს ყველაზე უმადური ხალხი ვენესუელაში. მადურო აღარ აყავთ და რომ მომპარის. ხო, არა, ისა მოდი დავანებოთ ასეთ რაღაცებს ხალხი რას იწერება, იმიტომ რომ ეგ მათი პრობლემა. ხალხი ბევრი მაგერა მე სოციალურ ქსელში როცა მქონდა ვიღაცა გათხოვდა და ნახევარ საქართველოს წევლიდა. შენ ფულის გამო გათხოვდი, შენ დამპალო და რაღაცის.
მე ჩემი საწერი რომ აქვს ის მეზარება და ახლა ის ვიღაც იქ რო ცხოვრობენ, მე ამბობს სოციალურ ცხოვრობს ტიპი, ხო? როდესაც რომ ეგრევე რო პასუხი აქვს, ნუ იმისთვის ის არის. ანუ ეს რას აკეთებს ჩვენ ნუ გვექნება წარმოდგენა, რომ განვაზოგადოთ, ასე ვთქვათ, ბევრ ადამიანებზე და ბევრ რაღაცაზე უმადურო. ვინ რატო აი უბრალოდ წარმოედგინეთ თქვენ რაღაცას ეძებ და მე გიწევთ რომ უმადურო. ვინ ვარ მე თქვენ? კი, მიწერდნენ. ბევრი. ხო, მაგრამ ვინ ვარ მე? ვინ ახლობელი ვარ? ახლობლების თუ მიწერდნენ. ახლობელი ვარ, სოციალურ ქსელში არ დაგიწერ, და გეტყვი რატო გააკეთე, ხო? მეუბნებოდნენ. ხო. მე ვერ ვხსნიდი? ვუხსნიდი, მაგრამ მაინც არ ესმოდათ. არა, იმიტომ რომ არ უნდა გააგება. ხო? ხო, აიგა. მაგრამ იცი რა, ზუსტად მაგას ვამბობ, რომ ეს გარშემო ხალხი არის ბევრნაირი. ჩვენ რატო გვიყვარს ვიღაც ადამიანის დანახვა კი არა გაცნობა. იმიტომ რომ გამგები ადამიანი, რაღაც ადამიანი უფრო იშვიათობა, ვიდრე ის, რასაც თქვენ ამბობთ, ხო? ამიტომ რატო გვიკვირს ვიღაცების არასწორი რეაქცია? საწყენია მე წყინს. საწყენი რატო ისე რო ფიქრობენ, როგორც თქვენ არა? რომ მაშინ მე ნახე რა გამოდის, მაშინ მე ვითხოვ რომ იმან ისე იფიქროს. არა, რომ ბრასდებიან და გვანძღავენ იმის გამო, რა ქმედებასაც ჩვენ ვახორციელებთ. მნიშვნელობა. ისინი სხვა რამეზადაც გაგლანძღავდნენ. ალბათ. კი. ეს არის ფიქრობთ რომ მაღაზია გლანძღავენ, ეს არის მისი ვექტორი და აქ რო ბრაზდები ადამიანზე, თეორიულად რო გავანაზოთ, მე თქვენ რაზე ბრაზდებით იმაზე, რომ ის ისე არ ფიქრობს როგორც მე. და იმას აქვს უფლება იფიქროს, როგორც თვითონ უნდა. გინდაც დაუშვათ, რომ მე ვთვლი, რომ მე იმაზე მეტი ცოდნა მაქვს, თუ ზემოთ გევარ, თუ ქვემოთ თუ განათლება, მე რა ის იმაზეა, მე რა არსებობს უფლება. და რატო გავბრაზდე? ხო ადამიანი ფიქრობს არასწორად, არა ისა, რა უყო ახლა მე. და რა მწყინს? თქვენ თუ ესე წყენები აკრიფეთ აქეთ-იქით, აფერი არ გამოგიოთ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვინ რაზე გეტყვის, სწორად მოიქეცი, კარგად მოიქეცი, ცუდად მოიქეცი, არ არის. ასე რომ ჩემთვის ძნელია პასუხი კონკრეტულად ვინ რატო გეუბნებათ უმადურო და რაღაცას, იმიტომ რომ აგერ ჩოვლებრივ უცნობ ადამიანებს ისეთ რაღაცებს უწერენ. ხო? სადღაც თქვი ამ სპორტსმენებს თავი დაანებეთ, ნულანძღავთ მეთქი რა. რაღაც რო არ გამოუვა თამაში და გეხარ და რაღაც ცუდს წე. იმის გადმოსახედიდან შეგიხედია რას უკეთე. და სადა აქვს ამ ხალხს ეს განცდა, რას ვაკეთებ ახლა ამას რო წე. რა აქვს. ასე რომ თემა რომელიც თქვენ შემოგაქვთ, ეგ თემა მაქედან კი არ არის პროვოცირებული, ეს არის მათი პრობლემიდან პროვოცირებული, რომელიც ესეთ რეაქციას იძლევა. სხვა თემაზეც გეტყოდათ. წახვედოდით ავტობუსით, დაგწერდა რომ ის ახარ რა ქვია, გაუგებარ და უცოდინე ხარ წასულიყავი ტაქსით. წახვალ ტაქსით, გეტყვის რომ უმადური ხარ ეგ ტაქსის ფული, იმისთვის არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. იმისთვის აქვს აი ესეთი გამოხატვის საშუალება აქვს, ასე რომ ჩემს ნელი იქნება რაღაც თუ კონკრეტულ სიტუაციას კონკრეტულ кейსს და ვიღაცა ადამიანებს გვეცოდინება შეიძლება კიდევ უფრო ზუსტები ვიყოთ, მაგრამ ეს რეაქციები სხვების კი ბატონო. ძალიან ბევრი სხვადასხვა თემა მინდა რომ განვიხილოთ და ბევრი დრო აქვს, მაგრამ აი მაქსიმალურად ვეცდები რომ ესე გადავხვდეთ თემიდან თემაზე. როდესაც ჩვენ შევქმნით Facebook-ზე და სოციალურ ქსელში ჯგუფი და იქ გაწევრიანდა 340,000 ადამიანზე მეტი, იმიტომ რომ დედებმა გაიგეს რომ სამშობლოებიდან ხდებოდა ბავშვების მოპარვა და ბავშვებმა დაიწყო მშობლების ძიება, ჩვენ მივადგეთ ესეთ რაღაცას რომ შვილების მაძიებელი მშობლების 90% არის დედა და მშობლების მაძიებელი გაშვილებული ბავშვი 90% არის გოგო. დედრობით სქესი. ბიჭები არ ეძებენ დედებს. ანუ თუ ეძებენ ჩუმად. ისე რომ არავინ არ გაიგოს რაღაცნაირად აი ცხვენიათ ის თქმა რომ არიან გაშვილებულები და ძალიან იშვიათად საჯარო ძალიან იშვიათად საუბრობენ ამ თემაზე. ჩუმად ეძებენ. რატომ? ეგ უკვე სქესებს შორის ზოგადი სხვაობა ფსიქოლოგიური ნახეთ. ნამკაც როცა რაღაც საკითხის მიმართ ყურადღება აქვს გამახვილებული, ის იკეტება და ფიქრობს მარტო იმ საკითხს. სხვა რაღაცებს, მაგალითად, სამსახურში თუ შეექმნა პრობლემა, შეიძლება სახლში მოვიდეს, ხმას არ იღებს. ცოტას ჭამს. გადმეუღლე კითხება რა ქცეს, ეუნო დამანებე თავი. იმიტომ კონცენტრირებული. კალთან
ცოტა ბრსხონარა და მოყვება სამსახურში პრობლემა აქვს, მეზობელს მოუყვება, იმას მოუყვება, ამას მოუყვება, ნახე, ეგრევე ითხოვს ემოციურ თანადგომას. და მამაკაცი ემოციურ თანადგომას იშვიათად ეთხოვს. ის ფიქრობს 60 წლის გადაწყვეტაზე და არა ემოციურ თანადგომას. ამიტომ მისთვის ახლა ზედმეტი აჟიოტაჟი იმან რაღაცა, ამან რაღაცა, რა მე მინდა ვიპოვო და ვაკეთებ ამას ჩემს საქმეს. აი ეს სხვაობა არის ისედაც. ამიტომ არის ხოლმე რომ ახლა კაცი რომ ოჯახური პრობლემებს რომ ჩაიკეტა რაღაცაში და მაგალითად პირველი ეჭვი აქვს ხოლმე რომ სხვა ხო არ ყავს ვიღაცა და აღმოჩნდება რომ სხვა არ ყავს სამსახურში აქვს პრობლემა. ან ნახე ფინანსური პრობლემა შეექმნა. იმასაც კი არ ამბობს. და თუ ვინმეს უმხელს მეგობრებში შეიძლება ერთს უთხრას. ან იმათაც არ ეუბნება. ძალიან განსხვავებული სტრატეგიებია რა. და ალბათ ისინი თქვენ რაც მითხარით რომ არ ეძებენ, შეიძლება და ეძებენ თანაბრად, მაგრამ არ ვიცით, ხო, არა, არ გააკეთებს მაგრამ შეიძლება. მოყოლის ამბავი, ნახე, როდესაც ხალი მოვიდა რაღაცას ყვება, ყვება რა პირდაპირ რა. შემოვიდა ისი დებილი უფროსი რომ ყავს და ესე მითხრა და მე იმას უთხრა და მე კიდე იცი რა იმას ამას კაცი იშვიათად რომ ამას აკეთებდა. ამიტომ ეს განსხვავება და შეიძლება მაგიტომ გქონია რომ სტატისტიკურად ის მეტი ეძებს ეს. მე მეორე მოთხოვნილება სითბოზე და უსაფრთხოებაში საერთოდ ბავშვობაში ყველას აქვს, მაგრამ ქალს ყოველთვის აქვს. შტატებში ჩატარებული ექსპერიმენტით ქალი რომელიც პარტნიორებს ირჩევდა, ხო არიან თქვათ მიმზიდველი სექსუალურად მიმზიდველი მამაკაცები. მათთვის პრიორიტეტი ხანგრძლივი ურთიერთობისთვის იყო სანდო და არა სექსუალური. თავისთავად. არა, გეტყვის რომ ეს კაცი მოწონს, მაგრამ ირჩევს აი ცოლად ვის გაყოს ხანგრძლივი ურთიერთობისთვის პრიორიტეტი გადადის სანდოზე და სანდოობა რას ნიშნავს? თავი შვიდად იქცნოს მის გვერდზე. თუმცა ძალიან უყვარს თავგადასავლება. მაგრამ საბოლოო ჯამში მიდის იქიდან რომ ასე ვთქვათ უსაფრთხოდ. დედა ხო მაგის სიმბოლოა, შესაბამისად დედის მიმართ შეიძლება გოგოსთვის არაფერი არ არის თქვათ სიტყვაზე, თქვა აღიაროს რომ დედას ძალიან უყვარს. ბიჭისთვის ეს სოციალური როლიდან გამოსვლა, ხო? გეტყვი რომ რა დედის გარშე არაფერი შეგიძლია, ხო? შეიძლება ეს წნახი მუშაობდეს. საერთოდ მამაკაცზე სოციალური წნახი გაცილებით მეტია ვიდრე ქალს. იმიტომ რომ სქესის ნიშნის დამტკიცება ქალს თითქმის არ ჭირდება და თუ ჭირდება კაცთან თუ დაამტკიცა რომ ქალია დამთავრებული მეტი არ აინტერესებს. მამაკაცმა არა მარტო ქალთან უნდა ამტკიცოს, თავის წრეშიც უნდა ამტკიცოს რომ მამაკაცი. ნახე, რაღაცა მაგალითად ქალმა გააკეთა ქალია, ვერ გააკეთა ქალია. კაცმა გააკეთა კაცია, ვერ გააკეთა კაცი არ არის. ქალს შეეშინდა ქალია, არ შეეშინდა ქალია. კაც შეეშინდა კაცი არ არის. ამიტომ ფსიქოლოგიური წნეხი სოციალური როლის მტკიცებაზე მამაკაცთან ტვირთი მეტი, ამიტომ არის ჩაკეტილობა, მეტი გაფრთხილება რეპუტაციული, ასე ვთქვათ, თავის სქესის იდენტობის და ქალისთვის, ნახეთ, როდის დგება ეს ქალი არ არის საზოგადოებაში, დგება მაშინ, როდესაც ვთქვათ, შვილთან მიმართებაში ზუსტად აი მაშინ შეიძლება თქვა რომ ეს ქალი შვილი რავი გააყიდა, რაღაცა უქნა, შვილთან და მაშინ დგება რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეს ქალი არ არის. შენ არ ახლა. სხვა ვარიანტში მუშაობ ქალი ხარ, არ მუშაობ ქალი ხარ, რავი, დიდი ხარ, ყველავარი გათხოვილი ხარ გაზაფხულზე, მაგას ნიშნულობა არა. სქესის ნიშანის საშიშროება ქალთან არის, კაცთან სულ არ. ჩვენ ვისთანაც გქონია გაშვილებულ მამაკაცებთან ურთიერთობა, ჩვენი დაკვირვებით. როდესაც მამაკაცები იგებენ რომ არიან გაშვილებულები, ბევრად უფრო მძიმედ განიცდიან და უფრო მძიმედ გადააქვთ ეს ფაქტი ვიდრე ქალებს. თქვენ თუ გქონიათ ესეთი შემთხვევა? არა, სხვათა შორის არა. მეც რო თქვი ვისთანაც გქონია შეხება. ერთი იყო მარტო ბიჭი, აი ეგეთი, დანარჩენი გოგოები. სადღაც 20-მდე შემთხვევაა მე, ხო? გოგოები. არ ვიცი. ვერც უარყოფ, ვერც დავსაბუთებ, ისევ თეორიულად შეგვიძლია თქვა, რომ კაცები უფრო განიცდიან, იმიტომ რომ გამოხატვის საშუალებები ნაკლები აქვს და როცა გამოხატვის საშუალება ყველაფრის შიგნით ხარშვა ხდება, როცა შენ შიგნით ხდება ხარშვა,
ამ ყველაფრის გაცილებით მძიმე მდგომარეობა, ვიდრე როცა შეგიძლია რომ გამოთქვა, ხო? ამჯერად ყოფილა რაღაცა გამოგითხოვს და ცოტა უფრო კარგად გზნობ. შეიძლება და ეს საიდან მოვიტანეთ, რომ მეტად განიცდიან. მიცით რა არის ახლა მე ჩვენ ვეხმარებით გაშულებულ ბავშვებს ბიოლოგიური ოჯახების მოძიებაში და ათასობით გაშულებულ ბავშვთან აქვს ურთიერთობა. იქნება ეს როგორ ვადარებ ხალხს და კაცს იცით როგორ ტიროდა ჩემი მეგობარი ბიჭი, როდესაც გაიგო ყვანილი იყო. იმდენად გაუჭირდა იმის მიღება, კი არა რომ გაშულებულია, იმის მიღება რომ დედა რომელიც 2 კვირით წინ გარდაეცვალა, მისი ბიოლოგიური დედა არ იყო. აი ამ ფაქტის მიღება გაუჭირდა. ისე ტიროდა და ისე განიცდიდა 6 თვის განმავლობაში რიგრიგობით, მორიგეობით ვიყავით მასთან. ჩვენ მიმართულება საიდან ვიცით რაზე ტიროდა. შეიძლება ნახე სულ სხვა ემოცია იყო. კიდე 7 ჯერ მეტად დააფასა დედა, რომელიც დედა ეგონდა, სინამდვილეში დედა არ იყო და აღმოჩნდა რომ ის არის. აი იტირა, იმიტომ რომ მაგ დროს ხდება ხო გახსენებები ხდება რაღაცეები. მე მჭირდა ესე ზუსტად. იქნებ ზუსტად იმიტომ რომ უფრო ძვირფასი იყო გახდა იმ მომენტში რომ თორმე მშობელი არ ყოფილა და როგორ შეიძლება მაგითო ქონდა ეგ ემოცია და არა იმის გამო რომ უბედურად იგზნო თავი რომ ბიოლოგიური დედა არ არის. რაღაცას რო უყურებ ფილს. თუ მოგაწვა რაღაცა ემოციაზე იმოქმედა ხო? რაღაცა მიმოქმედა ემოციაზე. ჩვენ უბრალოდ მე თქვენ თუ გითხრათ თვითონ რატო შეიძლება და ეს მომენტი ყოფილიყო. ანუ პირიქით რა. განიცდიდა ის ადამიანი იმას რომ აი მეც მქონდა ეს მაგრამ ესეთი გამოხატულება მე არ მქონია რომ აი რომ გავიგე რომ დედაჩემ ამდენი რამე გადადო ჩემს გამოგვერდით და მე ვერ დავაფასე სათანადოდ მის სიცოცხლეში. და რა მოგივდათ მე? ძალიან განვიცდიდი იმას რომ თავის დროზე არ გავიგეს იმართლა. რომ მამაკაცს შეუძლია ეგა? ხო და არა როგორ შეუძლია პირიქით. შეიძლება ეს იყო მეთქი საფუძველი და არა ის რომ ბიოლოგიური დედა რატო არ არის არა. ეს არის რო აღმოაჩენ რომ ადამიანმა ნახე როგორ თეორიულად დედა ჩემიც კი არ იყო, მაგრამ ამდენი გააკეთა ჩემთვის, აი ეს ფორმულა მუშაობს. ხო. ასე რომ შეიძლება ეგ ემოცია იყოს. მე მაინტერესებს რატომ არეუბნებიან მშობლები მათ შვილებს რომ ისინი არიან აყვანილები. საქართველოში ხო გვიჭირს ზოგადად აი ამ სიმართლის თქმა და თავიდანვე ტყუილში ვზრდით და ვერ ვეუბნებით. არ ვეუბნებით და მე მშობლები რო გარდაიცვალებიან, მე ვიგებ სიმართლეს ან მეზობელი გვეუბნება, ბევრად უფრო მძიმეა მე ჩვენთვის რა ხდება ამ დროს. ისევე ჭვიანობა? და როდის უნდა უთხრათ? ხო, აი ესეც ძალიან საინტერესო კითხვაა ბავშვობიდან. ხო, აი ამბობენ რომ ეს ტენდენცია, რომ აი ბავშვობიდან უნდა უთხრა, სანამ პატარაა, ნონიეც. არ არის ცალსახა პასუხი მაგას. ვერ გეტყვი. მე მაგალითად ფიქრობ, რომ თუ დარწმუნებული ხარ, რომ არ გაიგებს და ვერ გაიგებს და ეგეთები ვიცით. ნე, სანამ დროის საკითხია. მაგალითად გეტყვით წყვილს, როგორ იშვილეს. სადაც ცხოვრობდნენ იქ გააკეთეს იმიტაცია პროფესიულობის მერე წავიდნენ გადავიდნენ სხვაგან 1-2 წლით და დაბრუნდნენ ბავშვით ზუსტად იქიდან გამომდინარე რომ მეზობელს არ ეთქვა მეზობელი არ ამბობს ხოლმე მეზობელის შვილი ამბობს ხოლმე სახში მოისმენს და ესე უბრალოდ რომ შენ აღარ იმ ბავშვმა არ იცის რა ბავშვი უკვე დიდია ვიცნობ მაგრამ დედა და მამა გონია და მშვენივრად არის არაჩვეულებრივ სხვათაშორის ის დაემს გავსა მშობლებს არ უნდა უთხრათ რატო არ უნდა იცოდეს სიმართლე სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ უფლება აქვს ყველაფერი იცოდეს მაგრამ აი ეს სიმართლე და ტყუილთან მიმართ დამოკიდებულებაში ჩვენ ტყუილს ვაუფასურებთ როგორ იმიტომ რომ უყურეთ ტყუილი რა არის მოდი განმარტოთ ხო მე და თქვენ ერთად ტყუილი არის რეალობის შეცვლა ან დამახინჯება ხო ან რეალობის შეცვლა ან დამახინჯება კარგი ახლა უყურეთ რამდენ ტყუილში ვცხოვრობთ სუნამო რო დავესხი რეალობა შევცვალე ვერა მარა გაჩნია სუნამოს ხო რა გასაგებია მაგრამ სხვა სუნი მაქვს ჩემს ამაგეჟი რო გავეკეთე რეალობა შევცვალე ცოტათი
გააჩნია რა მაკიაჟი. როგორ გეკადრებათ? მეგობარი მყავს პლასტიკურ ქირურგიაში, მე თქვენ გეტყვით რას ნიშნავს ცოტათი, რეპსიც. ხო? ანუ ნახე სუტყვილებში. ან ლიტერატურაში თვითონ წერია, რომ აი ახალგაზრდა ცოლი ყავსო, მოიყვანეო და ფეხმძიმე დარიო რა და ჭამს გასუქდა. ვაფშე რო ხედავ იმხელა გახდაო, ნუ უძეს და გეკითხება როგორ გამოვეყურები. მართალი იქნება, უნდა უთხრა რომ ძროხას გევხარ. და შენევნები არა საყურებლო ძალიან გიხდება, ძალიან კარგად. რომელი უფრო ეთიკურია? ეთიკურად რომ უთხრა სიმართლე? რა ეთიკურად? გასივდი. არა, გასივდი არა, უბრალოდ აი ცოტათი წონაში მოიმატე ძვირფასო. და არ ვაწყენინე? მან ხომ იცის რეალობა, რომ მოიმატა წონი. მე ხო ვიცი რომ მომატებული. მომატებული ხომ რა, ცოტა წონაში მომატე არა, როგორ გამოვიყურები გეკითხება. კარგად, მაგრამ ცოტა წონაში მოიმატე. ესე იგი არ გამოვიყურები კარგად. კარგად გამოიყურები, ესეც გიხდება. არა. ეგ ვისაც გინდათ უთხარით. კარგად გამოვიყურებ, მაგრამ წონაში გაგიჟდება. მე მოუყობა მოვიდა და ისი რა მითხრა. ეგ მომენტია. ამიტომ ლაპარაკობ, ესთეტიური მხარე და ისა, იმიტომ რომ სუტყვილებში ხარ. მაგალითად სახში ხარ. გეძინება. მოვიდა სტუმარი. არ მოგიტყვევია რომ ძალიან გაგიხარ და იმის მან, ხო? მე ზოგადად ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ. აბა რა გითხოვს, გაეთრიე მეძინება? არა, მეძინება თქო. ცოტა ხნით მეჩნია ვინმე. ანუ ვიცი რა არის, რო დააკვირდა დღის განმავლობაში ძალიან ბერტყველს ამბობ რა და აკეთებ. ყველა. ინსტინქტურ დონეზე გპასუხობს ადამიანი როგორ ახარ. აი კითხე როგორ ახარ? კარგად, შენ არ აინტერესებს ის შენ. ავტომატური პასუხი. ხო, მაგრამ ეს ხო ავტომატური ტყუილია. ეს ხომ შეგნებულად, მიზანმიმართულად მისი ცხოვრების შეცვლა ხომ არ არის? ვისი ცხოვრების? აი, აყვანილი ბავშვის თუნდაც რომელსაც არ ვეუბნებით სიმართლეს. ეს ხომ მიზანმიმართული ტყუილია. მოიცადე, ცხოვრობს ადამიანი და მე ახლა ვუთხარი მართალი და მთელი ცხოვრება აუტრიალდა. ასე არ არის? და რა გავაკეთე ახლა? კაი, ფუფალა როა, მოდი ლიტერატურიდან ავიღო და რო ყვება რომ შიოლაღავდა. ხო გვატყუებს? ის თავის თავს ატყუებს. ხო, და ახლა მე და თქვენ რომ დავამტკიცოთ რომ მართალს არ ამბობს და იტყუება, ჩვენ ვიქნებით კარგები და ის მატყუა რა? აი თქვა დაუმტკიცე, რომ იტყუება, საერთოდ არ ყოლია კაცი შენ. და ვის რა სჭირდები, მახინჯი ხარ შენ, იმიტომ მართალს ვეუბნები. და მე ვიქნები კაი მამაკაცი თუ რავი ადამიანი და ის იქნება მატყუა რა, მე ვიქნები უსინდისო. კი, ამ შემთხვევაში კი, მაგრამ ხო არსებობს სხვა ამიტომ უყურე ნახე ეს ტყილებშიც არის, მე ტყვილი, ის არის რა ქვია, ტყილის მორალური შეფასება, ესე მაგ განზრახვა რა გქონდა. ხო. და მე განზრახვა მქონდა რომ შენ ბედნიერი ყოფილიყო. და თუ მე განზრახვა მქონდა რომ შენ ბედნიერი ყოფილიყო, ან შენ მქონდა რომ მე ბედნიერი ყოფილიყავი, იქ მე იმ ტყილებს გაკიტარი. არაფერი პრობლემა ჩემთვის არ არის. ნახეთ, მე 31 წელი ვიცხოვრე ძალიან ბედნიერად. დედაჩემის და მამაჩემის გარდაცვალების მერე სრულიად შემთხვევით რომ გავიგე რომ მე ვიყავი აყვანილი. შემთხვევით როგორ გაიგე მიდი. ბის ვნახე, პირადობა ვნახე სახში, დაბადების მოწვეობა ვნახე სახში მეორე. ადრე მითხრეს ბავშვობაში მეზობელმა მითხრა, მაგრამ არ დავიჯერე, იმიტომ რომ ნუ ერთი ძალიან ვგავდი მამას და მეორეც ერთი ანუ იმ ხელას სიყვარულში გამზარდეს, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო რომ აყვანილი ბავშვისთვის ამ ხელას სიყვარული მიგეცა. და მე რომ გავიგე რომ მე ვიყავი აყვანილი, ეს იყო ჩემი ცხოვრების მართლა თავზე დანგრევა. განვიცადე ის რომ ვერ მივაგე სათანადო პატივი, ვერ ვიყავი ისეთი კარგი შვილი, როგორი მშობლებიც იყვნენ ისინი ჩემთვის. ახლა შვილი ალბათ ვერც ერთი შვილი ვერ გადაიხდის მშობლის ამაკს. მაგრამ აი მაინც აი ჩემთვის უფრო გამძაფრებულია. ხო, აი დავიწყე თავი ჩემი თავის დადანაშაულება დედაჩემის გარდაცვალებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ანევრიზმა გაუსკდა და აი რომ დავიწყე ფიქრი, იქ რო ყოფილიყავი ხო გადავარჩენდი, აი იმდენი ბევრი უარყოფითი ფიქრი მქონდა და მე უცებ გამინათა გონება და დავიწყე ბიოლოგიური ოჯახის მოწევნა, რომ აი ეს ხო მომიკვდა და ის რა შვება ამ დროს. და 8 წელი ფაქტობრივად გავატარე აი რაღაცა ნახევარ ჯოჯოხეთში გაუცემელი პასუხების გარეშე და მივხვდი რომ ჩემმა მშობლებმა შემიქმნეს ზღაპარი და ტყუილი. ნუ თქვათ ხა ესე იყო. რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გამშხავდა. ხო ყველა ტყუილი ადრე თუ გვიან გამშხავდება. ტელევიზორი ჩართეთ. და თავიდან ბოლომდე ტყუილში აღმოჩნდა. მთელი მსოფლიო რო იტყობა ვერად ხო? ხო და საყვარელ ადამიანს მომატყუოს? საყვარელ ადამიანს მიზანი რა იყო? ჩემი კარგად ყოფნა. ხო, დამთავრდა. განზრახვა კარგი ადამიანი კეთილი.
მას არ ქონია ბოროტი განზრახვა. მე ესე ვაფასებ, მე ვამბობ რომ ტყილს ვაპროტესტებთ, აგერ კოჭაში გამოკითხვა ჩაატარა ტელევიზია, მე მკითხა რა ვკითხო ადამიანებს. პირველი კითხვა იყო ეგეთი, რა სიტყვით ადამიანზე, რომელიც ტყილს ამბობს. იყო გალანძღული. მეორე კითხვა იცით რა იყო? როდისმე თუ გითხოვთ ტყვილი. და ესეთი სახე. ტყილს აქვს ადაპტაციის ფუნქცია. ტყილს გააჩნია? ადაპტაციის ფუნქცია გააჩნია. მართალს ადაპტაციის ფუნქცია არ გააჩნია. ადაპტაციის ფუნქცია რა არის? თუ ჩემთან მუშაობთ და მე ვთქვი რომ არასაპატიო მიზეზით დააგვიანებთ 5 წუთში და გაგაგდებთ სამსახურიდან, თქვენ მოგიწევთ. მე ტყილის მოყოლა, რომ ბებია გადმოგივარდათ, მე-7 საათი უნდა ხელში დაიჭერეთ პირას. რომ მოვძებნო საპატიო მიზეზი. კი, ესე იგი სისტემის მორგებისთვის თქვენ დაგჭირდათ ტყილის ადაპტაციისთვისა. ბიჭი, რომელიც 13-14 წლის იტყუება რაღაცას, რა ვიცი. უშინ 5 გოგოსთან იყო, და ამას გოგო თვალით არ უნახია, მას სჭირდება სტატუსი ადაპტაციისთვის თავის წრეში. ოღონდ ეს ბავშვი რა კიდე არა უშავს, მაგრამ დიდები რო იტყუებიან, რომ სტატუსი მოიყო, მათ ჭირდებათ ეს ტყილი რომ მოერგონ გარემოს. როცა ორგანიზმს ჩვენ გარეთ რო გაგიშვათ სიცივეში და კანკალს რო დაიწყებს სიცივისგან, ვინმე გეჩხუბება რატო კანკალებო? იმიტომ რომ ეს არის ორგანიზმის რეაქცია შეეგუოს გარე რეალობას. და ეს არის ფსიქიკის რეაქცია შეეგუოს შიდა რეალობას. შესაბამისად გჭირდება ტყვილი. ანუ ტყვის ფუნქციური და ის აქვს დანიშნულება. და მორალურობის თვალსაზრისით მე ვუყურებ განზრახვა რა იყო. განზრახვიდან გამომდინარე, მე ნახე რაღაც არ გითხარი, იმიტომ რომ მეთქვა გეტკინებოდა. მე გაიგე, მე ცუდი ადამიანი ვარ. მე ხო იმაზე ვიფიქრე, რომ შენ ძალიან გეტკინებოდა და მინდოდა ეს არ ყოფილიყო. იქნებ მე მირჩევნია რომ მეთკინოს და სიმართლე ვიცოდე. რატომ მიწყვიტავს ის ადამიანი მე რა იქნება ჩემთვის უკეთესი? აი ჩემ აქ მაგრამ იცოდა მე რო აყვანილი ვიყავი და არ მითხრა. რო არ გტკენოდაო. ხო მე რა ცუდი ხმარია. იქნებ მე არა მაგას არ ვაგვობ, მაგრამ იქნებ მე რჩივნა რომ ეს სიმართლე. იქნებზე ვერ ვაგებ. ჯერტი შეცდომები ზუსტად რომ ესე მგონია, მაგრამ უყურე მე გაგირთულებ კითხოს. კომუნიკაციაში მე არა ვარ ხო ფსიქოთერაპევტი, მე ვარ კომუნიკაციაში მე ესე მგონია, ჩემი ინტერესი ეს არის ურთიერთობა. თქვენ მეგობრის მეუღლეს ყავს საყვარელი, თქვენ იცით, ეუბნებით თუ არა თქვენ მეგობარს? გააჩნია მეგობარს. რატო გააჩნია? აი გეტყვით, იმიტომ რომ მე მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც ვუთხარი რომ მას ქმარი ხალატობდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მას ექნებოდა სწორი რეაქცია, მაგრამ მეორე მეგობარს რომ ვუთხარი, ის მეგობარი მე დამშორდა, შენ ვინ გეკითხებაო. ხო, ანუ უარესებიც ვიცი. ხო, ამიტომ ნახე, იქ ხო მოიტყუე და არ უთხარი. ხო, მაგას ადამიანს გააჩნია. აჰა, ესე იგი სადღაც დასაშვებია რა. მე ტყუილს არ ვეუბნები, მე საერთოდ არ ვეუბნები არაფერს. დაფარვაც არ იქნებ მე მერჩივნა. ის რა მოვიდა თქვენი ქმარი და არ ხარ აყვანილი არ უთქვას. თქვენ ამბობთ იცოდა და არ მითხრაო. ანუ ზუსტი ანალოგია. ხო, და ამიტომ ადამიანს გააჩნია, ხო? მაინც უთხრათ სიმართლე. გადით თქვენ უთხარით სიმართლე ყველას, რასაც ფიქრობთ მას და ცოცხალი თუ მეხოთ მანამდე, ვერ მეხოთ, ხო? ანუ ადაპტაციის ფუნქცია, შეგუებითი ფუნქცია. ზემოქმედების ფუნქცია და შეგუებითი ფუნქცია აქვს. თუ მე ვიტყუები, იმიტომ რომ განზრახვა მაქვს, რომ მე თქვენი ურთიერთობა გავაფუჭო, იქ რაღაცა გავაკეთო, ეს მე მიმაჩნია ამორალურად. და თუ ეხლა მაგალითად მატყუებ დაუშვათ, რომ გინდა რომ უფრო კარგი გამოჩნდე. და მე რა პრობლემაა? სულ არ გეტყვი რომ მატყუებ. ჩემთან მატყუარებს უართ ლაპარაკი, იმიტომ რომ არ ვიწყებთ კიცებას რომ იტყუებით, ვიტყუე და იყავი რა. ხო გიხარია რომ მატყუებ. ეხლა კიდე უფრო დავამძიმებ სიტუაციას, თქვენ სასარგებლოდ და ვიტყვი რომ მე მყავს მეგობარი, რომელიც არის აყვანილი. და მე ვიცი რომ ის აყვანილია, მან არ იცის. და მე მას არ ვეუბნები. და იქნებ მას ურჩევნია რომ ხო, აი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას მშობელმა. თქვენ არ ფიქრობთ ესე? და ქმარზე რატო ამბობდი რომ არ მითხრაო? ეხლა მშობელი. ჩემი მშობელი გარდაცვლილი იყო უკვე. მშობლის მეორე რიგში ქმარი დგას ესე ლაპარაკო? ხო. რორი დავაგისრე. თქვენი ვერსია, გადაწყვეტილებას მე ვთქვი თუ არა, ვიღებ რაღაც განზრახვის გამო. ეს განზრახვა არის თუ რამდენად მორალურია, იქიდან საზღვრავ ადამიანის მორალს. იმიტომ რომ
ჯერ დინახე კარგი ტყვილს შემოქმედებითობა ახასიათებს და მართალ შემოქმედებითობა არ ახასიათებს. ანუ ვიდეო კამერა ხარ რაც დაინახე იმასამ. აბა გაიტყველი მოიფიქრე, ნიჭიერი უნდა იყო. ანუ მოდი რა, თქვათ, კარგი მატყუარა, ის კი არ არის, ვინც ყველა მიცის რომ იტყუება, ეგ არ არის მატყუარა რაღაც. ჩვენ თუ ყველა ვიცით რომ იტყუება, ის არ არის. კარგი მატყუარა, საკმაოდ შემოქმედებითი ტიპი უნდა იყო. როგორ აწყოს. ასე ნიჭიერიც არის ყველაფერთან ერთად. ადამიანისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა თუნდაც აი რაღაც ცხოვრების გაგრძელებისთვის მომავალში რაღაც გარკვეული მიზნების მიღწევისთვის თუ შეფასებისთვის ასე შემდეგ საკუთარი გვარის სოდნა, საკუთარი დაბადების დღის სოდნა და იმის სოდნა თუ ვინ არიან მისი ბიოლოგიური ნათესავები. იმიტომ რომ შეიძლება გვერდით მეჯზე შევნათესავი და არ ვიცოდე რომ ის არის ჩემი ბიძაშვილი. პატარა საქართველოს და ესეთი არაერთი შემთხვევა გვაქვს წინა გადაცემაში გოგო გვყავდა სტუმრად, რომელიც თავის ბიძაშვილთან მუშაობდა და არ იცოდა რომ ბიძაშვილი იყო. ესეთი ხობერი შემთხვევა გვაქვს. ხო შეიძლება რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე ინცესტის წინაშე დადგება. ევროპაში ბიძაშვილი და დედაშვილები საერთოდ არ არის ინცესტი. ამიტომ არა, ну ზოგადად თქვი, დიდი საშიშროების წინაშე. იქ ეს ინცესტი არ არის. მართლმადიდებლურ ქვეყნებში ბიძაშვილებს შორის კი შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ეგრე შეიძლება იცოდე და მაინც აღმოჩნდე. ხო. ხო, იმიტომ რომ მამა შენს ყავდეს უკანონო შვილი სადღაც, რომელსაც სულ სხვა გვარი აქვს. და ბიძაშვილი კი არ საერთოდ არავინ არ იცის ის რა არის. ეგრე ხო შეიძლება ისეთიც აღმოჩნდეს. შეიძლება. ყველაფერი რა თქმა უნდა ესე შეიძლება და რამდენად მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანს ჩვენ მე და თქვენ ხო ვერ გადავუწყოთ. ეს ადამიანი თვლის რას რამდენად მნიშვნელობა აქვს მისთვის. გვარი გადაკეთებული რამდენი ტიპია, მაშინ ამიხსენით მისთვის იმ გვარს მნიშვნელობა არ ქონდა, რომელიც გადაიკეთა? გვარის გადაკეთება სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება. რა, რო ის ბაგრატიონი გავხდე? არა, ეს ახლა არა, მე რა რეალობა რაც არის, ხო, რამდენი გვარები ვიცი. ძალიან რა. ხო და რო ვიკეთებ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ესე იგი ნახე, იმისთვის ნაკლები ქონია მნიშვნელობა. ვიღაცისთვის მეტად. ამაში ხო ადამიანები განსხვავებულები არის. ხო და მე და თქვენ ხო საერთო კანონზომიერებას ვერ დავადგენთ, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია თუ არ არის მნიშვნელოვანი. რა ვიცი? არის მისთვისაც სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი. გასაგებია. ვიღაცამ მოიპარა, რა ვიცი, 100 მილიონი ბანკიდან, წავიდა, ნახე, გვარი შეიცვალა. სახელი შეიცვალა, კიდე პლასტიკური ოპერაცია გააკეთა და ცხოვრობს. მისთვის რას ქონია მნიშვნელობა გვარს? ფულს. ფულს. ესე იგი მისთვის ამას აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ვინ რა მნიშვნელობას უდებს? ზოგადი კანონზომიერებები, რა ვიცი. კარგი, და ბოლოსკენ მინდა რომ ერთი შეკითხვა დავსვა, რომელიც წესთავში უნდა დამესვა, მაგრამ მაინც ბოლოსკენ შემოვინახე. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ გაშულებულმა ბავშვმა როგორ სიტუაციაში, როგორ ოჯახშიც, როგორც იყოს, არ უნდა იზრდებოდეს, მან იცის, რომ იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. ის გრძნობს რაღაცას და გრძნობს, რომ რაღაც ისე ვერ არის მის ცხოვრებაში და ამ გრძნობას ვერ ხსნის, სახელს ვერ უწოდებს. და როდესაც უკვე იგებს, რომ აყვანილია, ეს გრძნობა მერე თავის ადგილას დგება. და აი ეს შეგრძნებები მაშინ უკვე ულაგდება და ხდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც გრძნობდა. რამდენად არის ეს სიმართლე? ვერ გეტყვით. და გეტყვით, რატო ვერ გეტყვით? ოღონდ მოვაშოროთ გაშვილებული შვილი. ანუ გაშვილებას არ აქვს. რამდენ ბავშვსაც გინდა იგივე განცდებით მოგეყვანთ? მართლა? ხო. აი არ უნდა ამ სახში, იქ არ არის, სადაც არის. თვითონაც აზზე არ არის, რა უნდა. ანუ გაშვილება არაფერში არ არის ამ დროს. როგორც ფაქტობ, ჩვენ ხო ლაპარაკობთ, რომ რაღაცა კანონზომიერებები დავიჭიროთ. ეგ ვარიანტი მე ვიცი ბავშვებისგან, ანუ მოზარდებისგან იგივე განცდები, ოღონდ არ არიან ნაშვილები, გაშვილებულები. და რას უკავშირდება ეს განცდები? თვით გამორკვევას, მესხატის ჩამოყალიბებას, დისკომფორტს, სოციალურ დისკომფორტს, ნახე რაღაცა მინდა. მამაჩემი და დედაჩემი მიყურებს მეუბნებიან ისწავლე, მე სწავლა არ მინდა, ის არ მინდა, იქ არა ვარ, სადაც მე ვარ. პროტესტი რა არის, რატო გარბიან მე სახლიდან იმას მიწისქვეშა გადასასვლელს ცხოვრობენ და სადღაც ცხოვრობენ და რაღაცა. გაქცევა, ანუ იქ არ გძნობს კომფორტულად თავს.
და კომფორტულად შეიძლება გაშვილება არაფერ შუაში არ იყოს, მე ხო არ ვამბობ. და აი ეს შეთავაზება ასე ვთქვათ, რომ შენ იმიტომ გჭირს ეს, რომ ის არ იცოდე, ეს არის ეგეთი პლაცებოს ეფექტი ქვია. და იცით რაც არის პლაცებო, მე თქვენ გაძლევთ წამალს და გაჯერებთ, რომ ის აქტიურია. თუ დაგიჯერა იმ ტიპმა, შეიძლება კარგად იგრძნოს თავი. თუ გითხრა, რომ თავზე დამენგრა ყველაფერი. არა, ეფექტია, იმიტომ რომ იცი რა არის, ეგეთი რაღაცები, ეგ რიტუალური რაღაცაა და რიტუალის ან გჯერა, ან არ გჯერა. და თუ მე შემოგთავაზებთ რიტუალი, რომელიც თქვენთვის მისაღებია და მისტიურია, მაშინ ჩემ თეორიასაც დაიჯერეთ. თუ არ დაიტყვეთ ის ვინ იყო, ის შეშლილიო და ამ ეფექტზე გათვლილი უფრო მგონია და არა, იმიტომ რომ კარგი, რადგან სახელიდან გაქცევა ახსენეთ, ბარემ ეს კითხვაც და მე საღარ შეგაწუხებთ. რატომ გარბიან ბავშვები სახლიდან? და ხშირ შემთხვევაში მშობლები იმიტომ არეუბნებიან შვილებს, რომ აყვანილები არიან, რომ ეშინიათ სახლიდან არ წავიდნენ, ეშინიათ რომ ისინი არ მიატოვონ და ეშინიათ რომ არ დაიწყონ ბიოლოგიური დედის ძიება. თუმცა ამათ ვუხსნი, რომ თუ ბავშვს წასვლა უნდა სახლიდან, ის მაინც წავა, არაფერ შუაში არ არის ის ბიოლოგიური შვილი იქნება თუ არა. მაგდენს ფიქრობს შობელი თუ უბრალოდ არ მინდა გაიგო, იმიტომ რომ შენ გეტკინებ. აი ესე რომ ესე ფიქრობს, დარწმუნებული ხართ, რომ მე რო ახლა ამას უთხრა, ეს გაიქცევა მშობლების ძებნას და ესე თემატურად, ანუ გაშლილი აქვს თემებად, თუ უბრალოდ არ მინდა რომ გატკი. გააჩნია, იცით რომ მაგასაც ფიქრობენ. მაგრამ მე მინდა რომ თქვენ სახლიდან გაქცევის პრობლემაზე მისაუბროთ. ეგეც არ უკავშირდება. ხო, აი ეს მინდა რომ ვთქვათ, სახლიდან გაქცეულა ბავშვი მშობლებთან კონფლიქტის გამო განსაკუთრებით იმ ასაკში შეყვარებული ყოფილა. ნახე, იქიდან პასუხი არაა და არც მშობელი უნდა არც არაფერი ესეთ ემოციური მასზე წასულა. ბევრი რაღაცა მიზეზი შეიძლება იყოს. აი ის რომ ესეთი შვილები გარბიან აუცილებლად და ისინი არ გარბიან, მე არა მაქვს ეს სურათი, ამიტომ მიჭირს რომ რაღაცა გითხრა დადასტურებულად, მაგრამ გაქცევა არ არის გინდა თუ არა რომ გაიქცევა ეს ადამიანი. მე უფრო ვფიქრობ რომ შობელს ამ შემთხვევაში განცდა აქვს რომ მე მინდა რომ შენ კარგად ვყავდე. მე მინდა რომ შენ ბედნიერი ყავდე. მე მინდა რომ შენ გქონდეს განცდა რომ მამა ყავს და დედა ყავს. შენ აგიყვანეთ, მაგრამ შენ ეს არ უნდა მოგაკლდეს ეს განცდა. ამას შეიძლება ვფიქრობდე და ახლა ვუთხრა და არ გაიქცეს და მე მამა არ მონახოს და დედა არ მონახოს, ცოტა რთულად მეჩვენება. რაღაცნაირი ტიპი უნდა ვიყო მე. ესენი წარმოვიდგინე. მე მგონი ზოგადი შეფასება. მე არ მინდა რომ გეტკინოს. აქვე ერთ პატარა ისტორიასაც მოგიყვებით. ჩვენ ყავდა ერთი ბიჭი, რომელსაც დედამ უთხრა რომ აყვანილი იყო და ამ ბიჭამ მოიწია ბიოლოგიური დედა. ის ბიჭი იყო გორიდან წარმოშობით და მისი ამყვანი ოჯახი ცხოვრობდა გორში. ეს ბიჭი ცხოვრობდა თბილისში. ბიოლოგიურმა დედამ რომ გაიგორეს იყო მისი შვილი, რომელიც მოპარეს სამშობიაროდან, ეს ბიოლოგიური დედა გადავიდა ამ შვილთან საცხოვრებლად. ეს რომ გაიგო მოპარეს რა სამშობიაროში უთხრეს რომ ბავშვი გარდაიცვალა და ეს ბავშვი გაყიდეს გორში. და ამანი ახალმდელმა დედამ იცოდა რომ მოპარულია? არა, არც ერთმა დედამ არ იცოდა რომ ბავშვი მოპარული იყო. ამყვარმა დედამ, ამყვანი დედის მეგობარი იყო ექიმი და ეს ექიმი იყო ბიოლოგიური დედის ნათლია, რომელმაც თავის ნათლს უთხრა რომ ბავშვი გარდაიცვალა და მიყიდა თავის მეგობარს. თუმცა ისტორია არის ესეთი, ეს ბიოლოგიური დედა ხო გადავიდა ამ ბიჭს სასაცხოვრებლად და ნუ ეს ბიჭი იყო ძალიან ბედნიერი რომ იპოვა ბიოლოგიური დედა. მაგრამ ამასობაში ამყვარმა დედამ გაიგო რომ ეს ქალი ამასთან გადავიდა სასაცხოვრებლად და ის ჩამოვიდა გორიდან. და ეს ბიჭიც ეს ქალიც ამ ბიჭთან გადმოვიდა სასაცხოვრებლად. ანუ ამ ბიჭმა დაიწყო ცხოვრება ორ დედასთან და ამ ყველაფერს უყურებდა რძალი. რომელიც იყო გაუგონარ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ერთი დედა ადგებოდა ჩაის უკეთებდა, მეორე ყავას უკეთებდა, ერთი აქედან ეხუტებოდა და მეორე იქიდან ეხუტებოდა და ეს ბიჭი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა აი ამ ორი დედის ქიშპობით, რომ წავიდა და ორივე დედასთან გაზღუდა ურთიერთობა. წავიდა გერმანიის საცხოვრებლად. ჩემ გარეს ელოდებით? თქვენგან ველოდებით რჩევას დედების მიმართ, როგორ უნდა ჯანსაღად როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს. რომელი
დედის მიმართ? ორივე დედის მხრიდან. მესმის რომ იმ დედას მონატრება ქონდა რომ 41 წლის შვილის გარეშე იცხოვრა და ამ დედას ცოტა გაუშვეს ეს ქიშპობის მომენტი რომ ვაიმე ის უფრო არ შეუყვარდეს. მე მესმის რომ საერთოდ ეგეთი ადამიანებს უყვართ მოსმენა ასეთი ზუსტი რეცეპტების რომ როცა ის ხომ რომ მეთქვა როცა ის დედა მოვა ეს დედა უნდა გავიდეს იქით ოთახში და ჩართოს ტელევიზორი და რაღაცა ინსტრუქციების დონეზე. რეცეპტი. ხო, არ არის ეს ვერ მოგცემთ ვერანაირ რეცეპტს. ჯანსაღად მოქმედება შეიძლება ზოგადად დავახასიათოთ რა არის, ხო? ჩემი ქცევა ისე უნდა ვაწყო, რომ არ ვავნო ადამიანს მით უმეტეს რომელიც მეყვარს. და რო არ ვავნო ხანდისხან, ეგ გვაშვებინებს შეცდომას, იმიტომ რომ ჩემი ადგებული ქცევა არ ვავნოზე გამოდის პირიქით მავნებელი. თუმცა ისეთი რაღაცა. აქედან გამომდინარე, ცოტა მეტად დაფიქრებული უნდა ვიყო, რას ვაკეთებ. ეს სიყვარულის ურთიერთობა, დედა-შვილობა ამავე დროს ეგოისტურია. კავკასიური ცარცის რესურსი. საშინელი ეგოისტურია და დედები არ უშვებენ ხოლმე დიდებსაც, შვილებსაც, ხო? განსაკუთრებით ნახეთ ერთი დაკვირვება ჩემი ასეთი დამოკიდებულებისა. მე ხო გითხარით ხან ბავშვებს ხვდები ხოლმე და მირეკავს ხალი და მეუბნეო რომ ჩემი ბავშვი მოვა თუ შეიძლება და იქნება და რა ხო შემოდის ცოლ-ქმარი ვეძებ ბავშვი სადა და ბავშვი აღმოჩნდა რომ თურმე ეს ქმარი უი ხო ანუ დედა ამხელა კაცთან ის ბავშვი დაბალი კაცი მაინც ყოფილიყო 1.90 60 კილო და ხო წარმოგიდგენ დედა მას ეძახის ბავშვს და გოგოს სხვათა შორის არ ეძახის ბავშვს, ეძახის ჩემი ქალიშვილი მო. ეს განსხვავებაა, ნახე. ой, რატო? არ ვიცი ახლა. ამხელა კაცია და ბავშვი, ხო? ჩვენ რა შედის აგერე უნივერსიტეტში ლექტორი და ბავშვებო. და 18 წელს გადაცილებულია. იმიტომ რომ ჩვენ ვაპროგრამებთ ქცევებსაც იმის მიხედვით, რასაც ვუწოდებ, როცა მე ვიღაცას ვეძახი ბავშვს, მაშინ მას აქვს უფლება. მოიხდეს. ყველაფერი რა ვიცი, ითამაშოს, ირბინოს, არ გააკეთოს, ჩაიძინოს, მეხუთე ამას ვაკეთებ. ეს დამოკიდებულება არის ისედაც მძიმე ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ უსაზღვრავთ სემანტიკურად, ანუ ნახე, როლს უსაზღვრავთ იმის მიხედვით, რასაც ვეძახით ადამიანს. ანუ ეს პრობლემა არის. აი იქ დედებზე, რასაც თქვენ მიყვებით, სუფთა ეგოისტური დამოკიდებულება. ანუ შენ მინდა რომ ჩემთან ახლოს იყო და всё დამთავრდა. ანუ მეც არაფერს არ ვფიქრობ ერთიც და მეორეც. აქ წავიდა ქიშპობა. აქ წავიდოდა ეჭვიანობა, დიდი იმით, ასე ვთქვათ, დიდი ალბათობით ეს იქნება. გამოვიდა რომ რასაც თქვენ ვიყავით, იქიდან ეჭვიანობა არის უარყოფითი ემოცია, აქ ვერ მოვაგვარე, იქ ვერ მოვაგვარე და მინდა წასვლა გერმანიაში. მოდი ანალოგიური სიტუაცია ახლახან იყო. ერთი ადამიანი იყო და ყავდა ოჯახი და ჰქონდა გვერდზე ურთიერთობა. გაიჭხირა, ხშირად ეჭხირებიან ეგრე ორ ურთიერთობაში. და რა დასკვნა მიიღო იცი? ორივეს დაშორდა. კი. წავიდა და მარტოა და მე მეუბნე რომ ესე კარგად არ ყოფილა. არა და მანამდე ის ჰქონდა რა, ეს თუ ის. ანუ დაღალა ამ სიტუაციამ და გადაწყვეტილება მიიღო ესეთი ნახე ის დედები არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესოა თვითონ შეყომ ასეთ სრულიად სიტუაციაში თავი და გამოსავალი ნახე. ოდესმე დასრულდება საქართველოში აი ეს დამოკიდებულება შვილების მიმართ? არ ვიცი, იცი რა, ცოტა დედებმა უფრო უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ დამოუკიდებლობას ართმე. მამამაც უნდა იფიქრონ, იმიტომ რომ მამის როლი მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდაში და კაცებს ქონიათ რომ თუ ფულს გაძლევ და რაც გინდა გიყიდე, მე კაი მამა ვარ. ასე არ არის. ურთიერთობა ჭირდება. დედები კიდე ჩაფრენილი არიან ასე ვთქვათ იმაზე, რომ ბავშვია, ბავშვს არაფერი ისა. ამიტომ გააზრება უნდა, შენ თუ შენი შვილისთვის კარგი გინდა, ის ფეხზე უნდა დადგეს. დამოუკიდებელი უნდა გახადო. და არა ხელჩაკიდებული არ უნდა იყოს. და ყველაზე მნიშვნელოვანია რაღაცა პატარაობის ასაკიდანვე ნელ-ნელა მიაჩვიო არა რა უნდა გააკეთოს, არამედ გადაწყვეტილებების მიღებას. ერთ-ერთი რთული კომპონენტი არის გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.
რა ასაკიდან უნდა მიაჩვიო? აი, ჯობია დაიწყო 10-11-დან ნახე, გადახვიდე იმაზე, ბავშვად. მე შემიძლია აზრი გითხრა, იცი, ეს მომწონს, ეს არ მომწონს, მაგრამ გადაწყვეტე შენ. ქცევა მიანდე მას. ანუ პასუხისგებლობები უნდა აღებინ. ოღონდ ეუბნები, რომ იცი რა, თუ რაღაცა დაგემართება ამაზე, ნუ ან თუ სიტყვაზე ისე არ იქნება, იცოდი რომ შენი გადაწყვეტილება იყო. მე ვერ დამაბრალე. ამას ნელ-ნელა მიჩვევა უნდა, რომ გადაწყვეტილებები მიიღო. ხალხი ამხელა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. რაც ყველაზე რთულია, გადაუწყვეტელობა არის ყველაზე ცუდი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გადაწყვეტილება უკვე კაი ვარიანტია, შვება გადაწყვეტილება. უარყოფითი გადაწყვეტილებაც რომ აიღოს, გადაწყვეტილება თვითონ პასუხია შენ კითხვაზე და როცა კითხვაზე პასუხი გაქვს, აღარაფერი აღარ გაწუხებს. კითხვა შემაწუხებელი, პასუხი შვება. გადაფიქრეთ, როცა კითხვა გაქვს. რა თქმა უნდა. ამიტომ არის ხო და ამ გადაწყვეტილების მიღებას უნდა მიაჩვეო და პატარობის ასაკიდან. ჯერ ვიმეცადინო თუ ჯერ ვითამაშო. მოდი გადაწყვეტე შენ. რჩება? რა? არ უნდა მივცეთ ამ დროს ესე ჯობია. არა? ხო, კი ბატონო, შემიძლია ჯობია. მე ვფიქრობ, რომ ესე ჯობია, მაგრამ გადაწყვეტე შენ. შეიძლება დღეს არ ვიმეცადინო. ცუდი იქნება, ხო, შეიძლება გაკვეთილი არ იცოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღე შენ. არა უშავს ერთხელ წავა, მიიღებს. მაგრამ პასუხისგებლობა, იმიტომ რომ როცა მე ვუწყვით ამ ყველაფერს, ამიტომ ხდება მე დამოუკიდებელ. ყველა ვიღაცამ უნდა გადამეწყვეტოს. აქ არის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებაში იმის ფროიდის არ იყოს. ადანაშაულებს მამამის, იმას, ქვეყანას, პარტიას, ყველაფერს თავის გარდა. პასიური ტიპი ხდები რა, თუ ისე არ წავიდა ჩემი ცხოვრება, ყველას ბრალია. მე აფეშუაშია. ჩვენ რა გვინდა მეღოთ, რომ ადამიანმა თვითონ იყოს თავის ცხოვრების სცენარის ავტორი. და რა სხვა სცენარში იცხოვრებს. პატარა ასაკიდანვე? ხო, მაგრამ ზედმეტი თავისუფლება. ხო, ნელ-ნელა ვიწყებთ. მოდი, ახლა მიიღე ეს გადაწყვეტილება. რაც უფრო იზრდება და უახლოვდება დასრულს, მეტ გადაწყვეტილებას მიიღე, მაგრამ შეჩვევა უნდა იმას, რომ ყველაფერს არ გეტყვი მე როგორ იყოს, თავი გაბია და კეთილინება და მე შეიძლება დაუშვა, რომ ვიცი რომ რაც გადაწყვეტა შეცდომაა, თუ ახლა ფატალური შეცდომა არ და საშინელება არ არის, მიუშვა რომ დაუშვა შეცდომა. იმიტომ რომ უნდა თავის ქცევაზე პასუხისგებლობა თვითონ არ აიღოს და არა დედამ, მამამ, ბიძამისმა და შეიძლება ამის დაწყება ნელ-ნელა და 18-ის რო გახდება, დასრული ხარ ხო, იურიდიულად დასრული ხარ, ისედაც ეს კითხე ჩემოს ყოველთვის გეტყვი. რჩევა გინდა ყოველთვის გეტყვი, მაგრამ მე არ გეტყვი, ასე მოიქეცი. ეგ შენი გადასაწყვეტი. მე ვფიქრობ, რომ ისეა, იმიტომ რომ უნდა დასრულდეს მართლა ჰიპერმზრუნველობა და რაღაცები და არის კიდე მიდგომა, რომ უარყოფითი ემოცია, მაგალითად ბავშვს არ უნდა შეხვდესო. არის ეგეთი მშობლები რა. ანუ არავითარი უარყოფითი. რატო? ხო და მე ადრე თუ გვია ხო შეცდომა იმიტომ რომ მე ბავშვს გავუშვებ გარეთ ნებისმიერი უარყოფითი მოწყვლადია იმიტომ რომ შოქშია ხო არასწორი მიდგომა არც ის ასწორი მიდგომა რაღაც ურტყი და მე კაი ტიპი გამოვმეყდე დაბალანსებული მიდგომა მე უნდა ვიცოდე რომ ჩემ ქცევაზე ცუდიც როცა ცუდად რაღაცა არასწორად გავაკეთე დავისაჯე და არაუცილებელი კუთხეში დამაყენო. ნახე რაღაცა ისეთი მოხდა, როცა კარგად გავიგე, მივიღე რაღაცა. ესენი უნდა ვიცოდე. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მართალია თავზე დამეგრა ხუხულასავით მთელი 9 წლიანი ფიქრები, მაგრამ ჯობდა რა თქმა უნდა რომ სიმართლე გწოდნოდა და სწორად შემეხედა რაღაც რეალობის თვის. უბრალოდ დანგრევაზე არ არის. შეიძლება ჩვენ აგვეწყო ისე საუბარი, რომ უფრო მომხიბლავი ყოფილიყო ვიღაცისთვის. ამისთვის ხომ არ არის. ადამიანს უყვარს ხოლმე ცოტა მისტიკა, ცოტა რაღაცა და ნახე პასუხისგებლობას მე შენ გაკისრებს, შენ თქვი ესე რაღაც თავის თავზე. და მე რა ჩვენ ვისაუბრეთ, მე თქვი რომ დარწმუნებით არა, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას ექსტრაპოლაცია, ანუ ზოგადი დასმის გაკეთება და ვილაპარაკეთ ვერსიებს. ფაქტები და ვერსია. ეს არ არის რომ თქვენ თქვათ რომ ესეა. კი ბატონო. ან არ არის, იმიტომ რომ
ახლა ვისაც twin-ი მეცნიერულად აქვს მოწყობილი, ის ემყარება სხვა ტიპის დასაბუთებებს და გამოგვივიდა ცოტა ჭორაობა. არა. მე ჭორაობაში რაღაც ცუდი არაფერი არ არის ჭორაობაში. არა, მე დაკნინებით არ ვამბობ. ანუ უბრალოდ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, შეიძლება ვიღაცა მაგედან რაღაცას მეტი ყურადღება მიაქციოს და რაღაცას აი ეს იყო და ეს. ასე რომ მადლობა. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის, თქვენ მადლობა ყურადღებისთვის.